ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩაგვერთვება ჩვენი თანამემამულე ირაკლი ქურაზბედიანი, ქართული არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული იბრძვის ამჯერად რუსების წინააღმდეგ, ამჯერად უკვე უკრაინაში და ირაკლის შეფასებებიც მნიშვნელოვანია. ირაკლის აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო საქმიანობისა და ამ თვალსაზრისით ჩვენ მისგან ველით შეფასებას როგორც ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის მათ შორის რუსეთის შეერაღებული ძალების მდგომარეობისა და ასევე თავად უკრაინის შეერაღებულ ძალებში არსებული განწყობის, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ინტერესით ველოდით ამ ალასკის შეხვედრის შედეგებს და წარმოვიდგინოთ რამდენად მნიშვნელოვანი არის თითოეული იქნა თქვამი სიტყვა ან მიღებული გადაწყვეტილება თავად უკრაინელებისათვის და განსაკუთრებით უკრაინის შეერაღებული ძალებისთვის. გამარჯობა ირაკლი, მიხარია რომ ხედავ ჯამრთელს და მხნეს და გითხარი რა განწყობა გამარჯობა გიორგი ალასკის შეხვედრასთან მიმართებაში. CNN-ზე ვნახეთ კიევში ჩაწერილი ინტერვიუები უკრაინელებთან, რომელიც ესეთ ტკბილი და თბილი სიტყვებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა ამ შეხვედრის მიმართ. არც არის გასაკვირი, როგორც უკრაინელები ჩვენც დიდი სიამოვნებით ვიხილავდით პუტინს არა წითელ ხალიჩაზე, არამედ ბორკილ დადებულს ჰააგაში, მაგრამ ასე არ არის ეს სამყარო მოწყობილი. გისმენთ. მოგესალმებით გიორგი, მოგესალმები ჩვენს მოყურებელს. განწყობის რა გითხრა? არაფერი ჩვეულებრივ არაფერი ახალი პრინციპში უმეტესი ხა ვისთანაც მაქვს ურთიერთობა მე თვითონაც არაფერს რაღაც განსაკუთრებულს არ ველოდებოდით პრინციპში ხა ნუ ყველას ჰქონდა მაინც ახლა გამომდინარე ყველაფერიდან ცოტა ისეთი დაძაბული მომენტი რომ რაღაც უფრო უარესი არ ყოფილიყო. კი, ტაქტიკურად არის ესე ვთქვათ, ხოლმე ტაქტიკურად რუსების ასე ვთქვათ დიპლომატიური გამარჯვება პუტინის. ნუ ტრამპის ნუ არაფერი 0-0 დამთავრდა ყველაფერი და ნუ შეიძლება ყოფილიყო უარესი, ხო? ეს მოლოდინებიც არსებობდა, ხო, რაღაც ისეთ შეთანხმებაზე, რომელსაც მე დაიწყებდნენ ესე ვთქვათ ზეწოლას ტრამპი რაღაც უკრაინის მიმართ, ზელენსკის მიმართ და ზოგადად კლიანტ უკრაინის მიმართ. მსგავსი არ მოხდა და ნუ რა ვიცი ანუ სამუშაო განწყობაა გიორგი, ნუ თქვენ და თქვენი კოლეგები უკრაინაში ვთქვათ უფრო უარეს რადგან ელოდნენ და ეს უარესი არ მოხდა, ამიტომ შედარებით უფრო კმაყოფილი ხარ და აშკარად შეიმჩნევა ეს ყველაფერი, მაგრამ აი სამუშაო განწყობა, საბრძოლო განწყობას რაც შეეხება აპელირება ხდება იმაზე, აი ტრამპმა ახსენა ეს სიტყვები Fox-თან ინტერვიუში, რომელიც სიმართლეა ამავე დროს, მაგრამ ნუ ყურს უდად ხდება, გამომდინარე იქიდან რა კონტექსტშიც იძახის, რომ აი უკრაინა უნდა წავიდეს რაღაც დათმობებზე, იმიტომ რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა და უკრაინა პატარა ქვეყანაა. აი ამ პატარა ქვეყანის ხსენებაზე უკრაინის მასშტაბების გათვალისწინებით ჩვენს თავში სულ სხვა ასოციაციები ჩნდება, იმიტომ რომ მაშინ საქართველოს საერთოდ იმაზე კიდევ უფრო პატარა ქვეყანა არის და ამ წესები და პირობებით თუ მიუდგებით თანამედროვე სამყაროს მოწყობას, რა თქმა უნდა, დიდი ოპტიმიზმით ვერ ავივსებით. მაგრამ რეალობას რო შევხედოთ თვალებში, თავისთავად სიტუაცია არის მნიშვნელოვნად შეცვლილი იმ ხრივ, რომ უკრაინის გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება აღარ კი არა, ვეღარ მიიღება, ამას ანგარიშს უწევს ტრამპიც და თავად პუტინიც. უშტელი განცხადებებიდანაც გამოჩნდა ეს ყველაფერი. და ეს ყველაფერი ეყრდნობა არა მარტო უკრაინის მოსახლეობის განწყობას, რომელიც ცხადია გადაიღალა ომისგან და სხვაგვარად შეუძლებელია, მაგრამ პირველ რიგში უკრაინის შეერაღებული ძალების შემართების რწმენას. გვაინტერესებს ობიექტურად რისი თქმაც შეიძლება თავისთავად, როგორი სიტუაციაა ფრონტის ხაზზე, რამდენად მყარად გახართ და შეუძლია თუ არა არსებული სიტუაციით შანტაჟი ან ზელენსკის ან თუნდაც ტრამპის და დასავლეთის დღეს პუტინს. ხო, მცდელობა იქნება შანტაჟის, მაგრამ გიორგი, მოკლედ ყველაფერი დამოკიდებულია პირველ რიგში უკრაინულ ხალხზე და შესაბამისად მის შეერაღებულ ძალებზე, იმიტომ რომ ერთი ორგანიზმია ეს ჩვეულებრივი ეს რაღაც პროფესიონალ არმია არ გვაქვს იმ გაგებით, რომ რაღაც ცალკე კასტა იყოს. ეს არის ჩვეულებრივი ხალხი, რომელიც გუშინ წინ რაღაც მასწავლებლები იყვნენ, ბუღალტრები იყვნენ და დღეს უბრალოდ რაღაც მუშები იყვნენ და დღეს წარმატებული, ასე ვთქვათ, წარმატებულად ამუშავებენ და ანადგურებენ რუსულ არმიას.
ხო სიტუაცია რა თქმა უნდა არ არის ხა მარტივი და იოლი, ასე რომ იყოს ახლა ეს მდგომარეობაც არ იქნებოდა სოფლიო პოლიტიკურ სივრცეში, ასაც ხედავთ. მაგრამ ხო კი ახლა ყველა ადამიანი და ყველას გონია რომ რაღაცა არსებობს ისეთი რაღაცა ჯადოსნური რაღაცა ჯოხივის რაღაცა შეუძლია ტრამპი იქნება თუ ვინმე რომ რაღაც ეს ყველაფერი გადაწყვიტოს რაღაც უცება. ეს არ მოხდება. კარგად უნდა გავიგოთ რომ საკმაოდ შესაძლებელია ხანგრძლივი კიდევ რამოდენიმე წელი ასე ვთქვათ მოგვიწიოს. ამის უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ერთადერთი რამეა სასწორზე აქ არ არის ტერიტორია, ხა ბევრს არ ესმის შეიძლება გონიათ რაღაც ხა დონბასზეა საუბარი ან რაღაც თუნდაც ზაპოროჟიეს არა. აქ არის საუბარი ზოგადად თლიანად უკრაინის არსებობაზე. პირველ დღეებში ესე იყო, მაგრამ არ გამოვიდა ერთიანად სამხედრო თვალსაზრისით გადაწყვეტა. შემდეგ გეგმაზომიერად, ასე ვთქვათ, ცდილობს განახორციელოს რა, რომ დაიკავოს რაც შეიძლება მაქსიმალური სანამეყოფა ენერგია, მაქსიმალური ტერიტორიები. დარჩენილი წამოიკიდოს ეს უკაცრავად და ესე ვთქვათ ასეთ შეთანხმებებზე რაღაც სამშვიდობოზე რომ დათანხმდეს ეს რა გამოიწვევს იმ დარჩენილში რხევებს და საბოლოო ჯამში რაღაც ესეთი ორბანის და ფიცოს დონეზე ვიღაცების ანუ საბოლოო ჯამში მაინც მივა უკრაინის თლიან აღებამდე თუ არა ნაწილის სამხედრო ძალით ნაწილის ვთქვათ პოლიტიკურით უკვე თავისი ესეთი გამოჩნდება აუცილებლად გამოჩნდებიან ვიცით თქვის რომ აი მაშინ უნდა ველაპარაკოთ იმეგობრებო სხვა რა გზა არის სხვა არაფერი არ შეგვიძლია ეს არის ძირითადად გეგმა ძალიან მარტივი აქ არაფერი გამოსასვლელი აქ არ არის ამ პერსპექტივაში მათ შორის ახსენებენ ხოლმე აი საქართველოს და ივანიშვილის ვარიანტსაც აი სულ რამდენიმე ჩამოთვალე როგორ შეიძლება განვითარდეს პრობლემებიო და ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოს მაგალითი მოვყავთ ხოლმე ასეთ შემთხვევაში გამზადებული ესე ვთქვათ შპარგალკა, ვიცი როგორ არის, აქვს რუსებს როგორ უნდა იმოქმედონ და სწორედ არაფერს ახალს არ იგონებენ, სწორედ ამ გზით ცდილობენ წასვლას. ალბათ ამ გამოცდილების გათვალისწინებითაც უნდა ველოდოთ, რომ თავად ზელენსკი და უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა იქნება ძალიან შეუვალი, თუმცა ამავე დროს რაციონალური ორშაბათს ზეგ ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგება ოვალურ კაბინეტში თეთრსახლში. ირაკლი, მე რომ ვკითხო ზაკმოს შედეგი კარგი, ცუდი შედეგი კარგია ის რომ შოკური თერაპიის დროა ჩვენც მათ შორის ბევრი რამე გვაქვს არ არის ესე კარგად საქმე რომ მკითხით რომ აი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რა შეგვიძლია და დანარჩენი დასავლეთია დამოკიდებული ბევრი რამეა რაც გასაკეთებელია უკრაინაში და კიდევ უფრო ბევრი რამეა რაც გასაკეთებელია ევროპას გადასაწყვეტი აქვს და დროა უკვე სხვის იმედზე არ იყოს და საკუთარი თავით გადაწყვიტოს და თვითონ და ამის რესურსები არის კი დროს აიღებს ხვალ არ მორჩება ზეგ არ მორჩება შეიძლება 72 თუ 73 წელიწადია იქნება 83 წლამდე სიცოცხლოს კაცო ქვია პუტინმა და რაც იქ სანამ იქნება მოგვიწევს ეს შემთხვევა არ არის როცა მე და შენ მას დიდხანს სიცოცხლეს უსურვებთ ნამდვილად კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა მხნეობა გამძლეობა გამარჯვება შენს თანამებრძოლებთან ერთად თავისუფლება დიდება გმირებს და გამარჯვება უკრაინას და საქართველოს და დამარცხება პუტინს და რუსეთს დავამშვიდობოთ ირაკლი ქურასბედიანი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი რომელიც უკრაინაში